სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა. ჩვენ ვიცით, რომ ღმერთი ადამიანად მოვიდა იმისთვის, რომ ესწავლებინა კიდევაც თუ როგორია და ვინ არის ღმერთი, რომელიც არავის უხილავს და მან, როგორც მამის წიაღში მყოფმა ღვთისამ, მამასთან და სული წმინდასთან ერთად სამყაროს შემოქმედმა, ადამიანის შემოქმედმა, დროის შემოქმედმა, უნებრივია მოვიდა რა ადამიანად, განგვიცხადა თუ ვინ არის ღმერთი და როგორია ის, მოგცა ის ცოდნა, რაც ჩვენი სულის ცხოვრებისთვის საჭიროა. და ის თვითონ ყოვლადწმინდა სამება დოგმატის შესახებ ცოდნა უაღრესად მნიშვნელოვანია პრაქტიკული თვალსაზრისით. ამაზე ჩვენ ბერჯელ გვისაუბრია, სწორედ ყოვლადწმინდა სამება რომ არის ღმერთი და ერთარსება სამპიროვანი და არასხვანაირი, ასეთი რომ არის ყოფიერების საწყისი, ეს განაპირობებს ჩვენს და ჩვენ ხატნი და მსგავსი ვართ მისი, ეს წარმოაჩენს ჩვენს ანთროპოლოგიურ არსს, რომ ერთობა ჩვენი ბუნება არის ადამიანთა ერთობა. ამ ერთობაში ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ პიროვნული უნიკალურობა, ესეც ყოვლადწმინდა სამების დოგმატიდან გამომდინარეობს. ანუ ეს არის ონტოლოგიური არსი, ადამიანის სხვანაირი არ შეიძლება იყოს. ერთობა და პიროვნული უნიკალურობა, ეს ერთდროულად და ის რომ ეს ერთობა უნდა იყოს სიყვარულით. სწორედ ყოვლადწმინდა სამების დოგმატი იძლევა საშუალებას, თუ ვთქვათ, ღმერთი არის სიყვარული. გარდა ამისა, ბევრი რამ გითხრა ისეთი, რომელიც ჩვენი პრაქტიკული ცხოვრებისათვის არის საჭირო. რა თქმა უნდა, ერთ-ერთი ყველაზე მთავარი არის იმასთან ერთად, რომ ღმერთი ჩვენი მამაა, ამასთან ერთად არის ის, რომ ჩვენ გქონდეს ღმერთთან პიროვნული ურთიერთობა, პირდაპირ თქვა, რომ არადიული სიცოცხლე სწორედ პიროვნული ურთიერთობაა ღმერთთან და ურთიერთობა ნიშნავს იმას, რომ ჩვენ უნდა ვიცნობდეთ მას და ჩვენ როგორც პიროვნებებს უნდა ვიცნობდეს, როგორც პიროვნებები უნდა გავიხსნათ მის წინაშე. ეს ჩვენ ვიცით და როდესაც ჩვენ სულიერ ცხოვრებას ვიწყებთ, როდესაც ვეხებით მისტიკურ მხარეს ქრისტიანობის, ანუ საიდუმლო მხარეს, ვეზიარებით 2000 წლოვან გამოცდილებას, აი სწორედ პრაქტიკული მისტიკური ცხოვრების წესისა, მაშინ ჩვენ გვიჩნდება ბუნებრივია სურვილი, რომ შევიმეცნოთ ღმერთი, ჭრეტელობაში ვიმყოფებოდეთ ლოცვის დროს, ზიარების დროს და ღმერთი შევიცნოთ, ღმერთი განვიცადოთ, ეს ძალიან გვინდა და გვჭირდება. თუმცა ისიც ვიცით, რომ ჩვენ დაცემული მდგომარეობა გვაქვს, ანუ ღმერთს დაცილებული მდგომარეობა გვაქვს, იმიტომ რომ ვართ გენეტიკური მემკვიდრენი ადამიანისა, რომელმაც 60-შვე თუ 60 მდგომარეობაც არის და პირობითად ადგილიც, ვთქვათ, 60-შვე ყოფნის დროს მდგომარეობით ის უკვე აღარ იყო 60-ში, რამე თუ მან ღმერთთან კომუნიკაციის უნარი დაკარგა, ღმერთის შემეცნების უნარი დაკარგა და ეს ძალიან კარგად ჩანს ბიბლიის პირველსავე გვერდებზე, სადაც ადამიანის დაცემის შესახებ არის მოთხრობილი და ჩვენ ესეთები ვართ. ჩვენ არა გვაქვს უნარი ღმერთთან კომუნიკაციისა, ღმერთის შემეცნებისა. და ეს იმდენად გამყარებული და მტკიცე და სავალალო მდგომარეობაა, რომ უფალი ხაზგასმით გვეუბნება, რომ შეუძლებელია ადამიანისათვის ღმერთთან კომუნიკაცია. მაგრამ როცა ჩვენ სულიერ ცხოვრებას ვიწყებთ, მერე ჩვენ გვიჩნდება ამის სურვილი. ვიცით რა, რომ ეს შეუძლებელია, იმიტომ რომ უფალივე გვაფრთხილებს, ესეთი ბუნებით დავიბადენით, ამავე დროს ჩვენ მაინც გვინდა და სურვილი გვაქვს ამის, რომ გქონდეს მასთან ურთიერთობა და გქონდეს მჭრეტელობა. მჭრეტელობას მოყვება ბევრი სხვა რამ. ღმერთთან კომუნიკაციაში რო შედიხარ, ეს ხო ღვთის მადლი და ენერგიით ხდება, ადამიანი იხსება საღვთო ენერგიით, ბუნებრივია საღვთო ენერგია კიდე არსობრივად გარდაქმნის ადამიანს, ზოგი წინასწარმეტყველი ხდება, ზოგი სასწაულმოქმედი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მაგრამ არ დავივიწყოთ პავლე მოციქულის შემდეგი სიტყვები. ეს კორინთელთა მიმართ ეპისტოლეშია გახსოვთ, როცა ის ამბობს, რომ როგორი რელიგიურობაც და როგორი რწმენაც არ უნდა მქონდეს, მთების გადაადგილებამდე გახსოვთ ხო უფლის სიტყვები ვის დოგვის მარცვლის ოდენ რწმენა რო მქონდეს, ანუ ეს ცოცხალ რწმენას ნიშნავს, მთას ეტყოდი და მთა გადაადგილდებოდა. ანუ შეუძლებელის განხორციელება შეძლებდი ღმერთივით, იმიტომ რომ უფალმა ისიც თქვა, რომ რასაც მე ვაკეთებ, იმაზე მეც თქვენ გააკეთებთ თავის მოწაფეებს უთხრა. და როდესაც პავლე მოციქული გვესაუბრება
ადამიანის რელიგიური და სულიერი ცხოვრების მწვერვალებზე, მათ შორის ისეთ რწმენაზე, რომ თებსაც გადაადგილებ, რომ წინასწარმეტყველება შეგიძლია, მრავალი სასწაულის მოხდენა შეგიძლია, ისეთ ქველმოქმედებაზე, რომ ყველაფერს გასცემ, ისეთ თავგანწირულობაზე, რომ საკუთარ ხორცს მისცემ დასაწვავად შენი იდეურად, შენი რწმენისათვის, აი ყველაფერს აკეთებ და უცებ ამბობს. მაგრამ თუ სიყვარული არ მექნება, ეს არაფერს ნიშნავს. და ამით პავლე მოციქული და ფაქტობრივად გამოცხადება გვეუბნება, რომ ღმერთთან ურთიერთობის რაღაც მდგომარეობების მიღწევა, ეს რაღაც საფეხურების გავლა და ასე შემდეგ, ყველაფერი აზრს კარგავს, თუ ადამიანს არ აქვს სიყვარული. რა თქმა უნდა, სიყვარულის არა დღევანდელი გაგება, როცა ყველაფერს სიყვარულს უწოდებენ, არამედ სიყვარულის ღვთაებრივი გაგება, აი ღმერთი რომ სიყვარულია, აი ღვთაებრივი მდგომარეობა, თვისება სიყვარულის. სიყვარულთან დაკავშირებით ისიც ვიცით, რომ იოანე მოციქული ამბობს, რომ ჩვენ გვიყვარს ქრისტე, მაგრამ წინაპირობას ამბობს მე რატო გვიყვარს ქრისტე? რა გახდა мотиваცია, რომ ქრისტე შევიყვარეთ? რამე თუ პირველად მან შეგვიყვარა. აი ქრისტემ როგორ შემიყვარა მე პირადად, აი თეოდორე პირადად ქრისტემ როგორ შემიყვარა, ეს ჩემთვის სანამ თეორიად რჩება, მანამდე მე შეუძლებელია მიყვარდეს ქრისტე. მე უნდა ვიცოდე, რას ნიშნავს, რომ მე მას უყვარვარ. საქმით როგორ გააკეთა ეს? საიდან მომიყვანა, როგორ მიხსნა, როგორ გადამარჩინა? ეს ჩემ ტყავზე უნდა მქონდეს განცდილი, თუ არა და მაშინ ეს ჩემთვის შეუძლებელი ხდება ქრისტეს სიყვარული, როგორც ღმერთისა, განკაცებული ღმერთისა. ჩვენ გვინდა რომ ესე იგი გქონდეს ღმერთთან ურთიერთობა, მაგრამ ამის წინაპირობა არის ღვთისმსიყვარული. და საიდან ჩდება ღვთისმსიყვარული? ღვთისმსიყვარული ესეც წმინდა წერილში ვიცი, ყველაფერი ვიცი. ღვთისმსიყვარული ჩდება ქრისტესადმი ერთგულებით. მე რო რწმენა დაუმსახურებლად მეძლება, ხო? ადამიანი ხო ვერ მიხვდება თვითონ რომ ქრისტე ღმერთია, ეს აბსოლუტურად შეუძლებელია და გამოცხადება წმინდა წერილში ადასტურებს ამას. რომ 2000 წლის წინ დაბადებული იეშუა გალაქტიკების შემოქმედია, ხო? ეს და ყოვლის მყრობელი ღმერთია, ხო? ანუ ეს გამოცხადებითი რწმენა. ეს რწმენა რომ მოგეცემ, მე ამ რწმენის შესაბამის ცხოვრებას რო იწყებ, აი როგორც ისააკასური ამბობს, ჯერ გეძლევა რწმენა და მე უკვე და ეს არის საღვთო მადლის მოქმედება, საღვთო მადლის ადამიანს თავისი რესურსი, არანაირი რესურსი არ აქვს, რომ ღმერთი შეიმეცნოს. მაგრამ ეს რწმენა რო გეძლევა, მე უკვე შენი ცოდნის და შემეცნების უნარები ირთვება, რომლითაც შენ ლოგიკურ ნაბიჯებსაც დგავ, შესაბამისად იმ ცოდნისა, რომელიც რწმენამ მოგცა. რადგან ქრისტე ღმერთია, ესე იგი მე მას უსმენ და უჯერებ, გასაგებია, ხო? აი ესე იწყება ეს პროცესი და პირველი რასაც მე ვხედავ, ესე იგი აღმოჩნდა, რომ ღმერთი ყოვლის შემძლეც არის, მაგრამ ის ჯვარცმული გახდა ჩემთვის და შეუძლებელია იყო ქრისტიანი თუ შენ არ ერთგულებ ქრისტეს იმ საქმეში, რომელიც საქმეც მან დატოვა ეკლესიის სახით და შენ კიდე ეკლესიის ორგანული ნაწილი ხარ. ანუ ფაქტობრივად ქრისტეს საქმე უნდა გააგრძელო. ეს ნიშნავს ჯვარცმულის ერთგულებას გოლგოთამდე. მე თუ მდევნეს თქვენს გდევნიან, გახსოვთ ქრისტეს სიტყვები. აი ეს არის ზუსტად ცნებების აღსრულება. ცნებების აღსრულება აბსტრაქცია კი არ არის, არის კონკრეტულად ქრისტეს ერთგულება. ყველგან პირველ რიგში სოციუმში, აი აქ ერთმანეთთან ურთიერთობაში და ქრისტესადმი ერთგულებით, ცნებების აღსრულებით, ნელ-ნელა ჩვენში შემოდის სიყვარული და ამას უფალი ამბობს, მე იმას ვუყვარვარ, ვინც ჩემ ცნებებს აღასრულებს. ხოლო თუ ადამიანი მიდრეკილია ხიბლისკენ, თუ ღმერთმა დაინახორეს ყველაფერი იცი და ამას ცდილობ და აქედან ვეღარ გამოგიყვანს, მაშინ შენს გვერდზე დგება და გეუბნება, კი, როგორ არა, აბა ღმერთი გიყვარს, აბა არ გიყვარს, გიბიძგებს. კი, ერთგული ხარ გიყვარს. აი რო ხედავს, რომ შენ იმდანაც მიხვდი, რომ თუ ქრისტე არ გიყვარს, შენ არაფერი არ გამოგივა და მთელი შენი არსებით მოწადინებული ხარ, რომ ქრისტე გიყვარდეს. დეშმაკი ხედავს, როგორც გონიერი და გამოცდილი მებრძოლი, რომ შენ აქედან ვეღარ გამოგწევს უკან. მაშინ დგება შენს გვერდზე და პირიქით, მიდი, გიყვარს, აბა არ გიყვარს, აბა არ და გვახსენდება ისევ გამოცხადებით. ჩვენ ამ გულის სიტყვებს არ უჯერებთ, რომ აჰა, მიყვარს და გვახსენდება იაკობ მოციქულის სიტყვები, როგორ გიყვარს ღმერთი, რომელიც არ გინახავს, თუ არ გიყვარს ძმა, რომელსაც შენ ხედავ. ანუ და ისევ ნახეთ, ლუსტრაცია, გიყვარს თუ არ გიყვარს, ეს ვლინდება ადამიანთან ურთიერთობაში. და ეხლა ჩვენ თუ ვართ გულწრფელები და მეტნაკლებად
შეგვიძლია ცოტათი შემეცნების უნარი გვაქვს, აღმოვაჩენთ, რომ ადამიანებთან ურთიერთობაში დომინანტია ეგოიზმი. ოჯახის წევრების მიმართ ეგების ხანდახან შევძლოთ ხანდახან ისიც. გესმით, აი ეს. ამიტომ ჩვენ თუ კარგად და სწორად დავინახავ საკუთარ თავს, წმინდა წერილში ყველაფერია მოცემული, არ ავცდებით ჭეშმარიტებას და რაღაც საშინელებაში, ტყუილში, ხიბში არ აღმოჩნდებით. ესე იგი, თუ ღმერთის სიყვარული ჩვენში არ არის, მაშინ არანაირი აზრი არ აქვს ჩვენს მცდელობას ღმერთი დავინახოთ, ღმერთი განვიცადოთ. მამა აი ლოცულობ და ღმერთს ვერ განვიცდი. ან ვეზიარები და ვერ განვიცდი ადამიანი ამბობს. ეს იმიტომ, რომ ჩვენში არ არის ღვთის სიყვარული. მაგრამ ხანდახან რო განვიცდია, დაუშვათ რომ ეს ნამდვილია. ღმერთი დაუმსახურებლად მათს გვაძლევს, აბა ღმერთმა ჩვენზე ხელი რო აიღოს, საერთოდ დავიღუპებით. რა თქმა უნდა, ეს პერიოდულად მათს გვაძლევს, გვახარებს, განგვაცდევინებს, ლოცვის სიტკბოებას, ზიარების ბედნიერებას, ეს რა თქმა უნდა არის, მაგრამ ეს არ ხდება ყოველთვის, იმიტომ რომ რაც გვეძლევა დაუმსახურებლად და ყოველთვის არ რომ მომეცეს და თუ დამსახურებული მე ჯერ არ მაქვს, ანუ მე თუ ჯერ ღვთის სიყვარული არ მაქვს და ეს ყოველთვის რომ მომეცეს, მეგონება რომ მე ვარ რაცა ვარ და აღარ ვისწრაფი მთავარისკენ, რასაც ღვთის სიყვარული ქვია, რომელიც დასტურდება ადამიანისადმი სიყვარული. და საერთოდ ეს სიყვარული უპირობოა, რაც წარმოუდგენელია, ხო, ჩვენთვის. უპირობო რატო? იმიტომ რომ წრის სიყვარულის ვალდებულებას გვაქვს. აი ეგ არის. სანამ ამ მდგომარეობაში არ მოვალთ, ჩვენი შემეცნების უნარები არის ძალიან არასანდო. მაგალითად, ადამიანის ფიზიკური შემეცნების უნარებიც არასანდოა, ხო? ადამიანებს დიდხანს ეგონათ, რომ მზე ჩადიოდა და ამოდიოდა. რატო? იმიტომ რომ ხედავენ ეს, ანუ არასანდოა ჩვენი შემეცნების უნარები და სწორედ ხიბლის საშიშროება სულიერ ცხოვრებაში სწორედ აქ არის, როცა ადამიანი ენდობა თავის სუბიექტურ გამოცდილებას, მაშინ არ არის აუცილებელი სუბიექტური გამოცდილება, აუცილებელია. მაშინ, როდესაც სუბიექტური გამოცდილება არ არის გადამოწმებული, დადასტურებული გამოცხადებით, რომელიც ფიზიკურად ხელში მიფყრია წმინდა წერილის სახით და 2000 სლოვანი გამოცდილებით ეკლესიის. და ის რომ რწმენა მაქვს და ის რომ ვიცი რომ ქრისტე ღმერთია, ეს ჯერ კიდევ არაფერს ნიშნავს და ამის მაგალითი აგერ დღეს მათესახარებაში გქონდა. ღაღატყვეს და იტყოდეს რა იძეს ჩვენი და შენი, ეშმაკი ლაპარაკობს ეშმაკეული სპირით. ეშმაკეულობა არსებობს, შეიძლება ზოგიერთ თქვენგანს ეს უნახავს კიდევაც, მე მინახავს მაგალითად, როცა ადამიანი, ჩვეულებრივი ადამიანი უცებ რაღაც ისეთ სხვა ხმით რო იწყებს ლაპარაკს და კახას კატასტროფ მოძრაობებს ფანტასტიკურს რო აკეთებს, თავის თავს რო აღარ ეკუთვნის, პერიოდულად რო აავლენს ადამიანი თავის ეშმაკეულობას, ეშმაკი ჩასახლებული რომ არა, ეშმაკი ყველაში ზის, მაგრამ როცა მას დაპყრობილი ყავს ადამიანის ნებელობა და როცა ჭირდება, თავის ჭკუაზე ათამაშებს. და ვისაც ფსიქიატრიული პრობლემა აქვს, ანუ მთლიანად უკონტროლო აქვს თავისი ნერვიული სისტემა და გონება იქ ძალიან იოლად ახერხებს ამას, ამიტომ ძალიან ხშირად საშიში ხდებიან ეს ადამიანები, შეიძლება მეორე ადამიანს რაღაც მოეჩვენოს და მოკლას კიდევაც და როცა ადამიანი მთვრალ მდგომარეობაში იმყოფება, მთვრალი ადამიანის ვერ აკონტროლებს თავის ნებელობით, ვერ აკონტროლებს თავის ნერვულ სისტემას, გონებას და მაშინაც იოლად იპყრობს ეშმაკი ადამიანს. და აი ამ შემთხვევაში ეს ხმა ლაპარაკი ადამიანი ლაპარაკობს, მაგრამ ეშმაკი ლაპარაკობს. სინამდვილეში ქრისტე რო დაინახეს, გააპროტესტეს რა გინდა ჩვენგან, რა იძეს ჩვენი და შენი, ანუ ეს ნიშნავს რა გინდა ჩვენგან. წარმოიდგინეთ, სიყვარულს, განხორციელებულ სიყვარულს, აბსოლუტურ სიკეთეს და სიცოცხლეს ერთადერთს ეუნებიან ჩვენგან რა გინდა. თავად ღვთისმკვლელობა ეუნება ამას, როცა ის დაცემულია. იესო ძეო ღვთისაო, ნახეთ ყველაფერი იციან. რამე თუ მოხვედა აქა, უწინარეს ჟამისა ტანჯვად ჩვენ და ჯერ არ დამდგარა დრო რომ შენ დაგტანჯვა. არ დაბრუნებულ ხარ მეორედ რაც მოხდება. ჯერ ხო არ დამდგარა და რას მოხდი ჩვენ სატანჯავ. კლასიკური მაგალითი, როგორ შეიძლება გონიერი არსების დამოკიდებულება იყოს ქრისტეს მიმართ. ეხლა ვიღაცა იტყვის რომ ჩვენ არც ეშმაკები ვარ და არც ეშმაკეულები. ოქროპირი ცით რას ამბობს? ადამიანი რომელიც სასიკვდილო ცოდვებით ცოდავს, მრუშობა კაცის კულა განასულიერა ფალმა რომ შეიძლება ფიზიკურად არ მრუშო, ფიზიკურად არ კლავ, მაგრამ თუ ეს განწყობები გაქვს, ამ ცოდვაში ხარ, თუ ეს განწყობები გაქვს, რომელსაც გარკვეული მიზეზების გამო ვერ აღასრულებ, მაგრამ ეს მდგომარეობა გაქვს, ხო? ეგოიზმის და ამპარტავნების მიხედვით ცხოვრება და ასე შემდეგ. ადამიანს როცა აქვს, ოქროპირი ამბობს, რომ ეს ადამიანი ეშმაკელზე უარესია, იმიტომ რომ იმ საწოდავს ნება აქვს წართმეული. და
და ნება რო წართმულია, იმით ღმერთი შენ გასწავლის, რომ ნახე რა შეუულია ეშმაკს, როგორ შეიძლება იცხოვროს ადამიანში. და შენ ეს არ გჯერა, მაგრამ ეს არსებობს, ეს ადამიანი ადასტურებს, რომ ეშმაკმა შეიძლება ადამიანში იცხოვროს და შენ იმაზე უარესი, იმიტომ ხარ, რომ შენ ნება წართმეული არა გაქვს და შენი ქმედებები, შენი გულის სიტყვები და აზრები, ხო, შენი ენერგია, რითაც შენ ყოფიერებ ამ სამყაროში, დემონურია. ანუ იმაზე უარესი ხარ. აი ამას ამბობს იონე ოქროპირი. და ესეც ძალიან ყურადსაღებია. და რაში ვლინდება? აბა ურწმუნო ადამიანი როგორ არის ქრისტეს მიმართ? აი დღეს რო ხედავ სამყაროში, საქართველოში არის გარკვეული ნაწილი ადამიანების, რომლებსაც ზულთ ეკლესია და მე მინდა გითხრათ, რომ ეკლესიის სიძულვილი პირდაპირ არის ქრისტეს სიძულვილი. თუ ვინმე მეტყვის, რომ ეს ეკლესიაში ქრისტე არ აჩანს, ქრისტე რო იყო ფიზიკურად. ქრისტე რო იყო ფიზიკურად და ცხოვრობდა, დადიოდა, ჭამდა, სვავდა, მაშინც ვერ ხედავდნენ ღმერთს. და რას ამბობდნენ? ეს კაცი ცოდვილებთან ჭამს, სვავს, ზოგი ამბობდა შეშლილიაო, რაც ვიდა წერილში წერია. და რებს აღარ აბრალებდნენ. ქრისტეს რა ხო ხედავდნენ? ქრისტეს დანახვას რწმენა ჭირდება, ქრისტეში ღმერთის დანახვას რწმენა ჭირდება, ეკლესიაში ქრისტეს დანახვას რწმენა ჭირდება, ამიტომ ჩვენ გვწამს ეკლესია, ხელს ვერ ვკიდებ და არ ვიცით გვწამს, ხოლო ვინც ეკლესიას ებრძვის, ის ებრძვის ქრისტეს. არ არის ეს დემონური მდგომარეობა? რა თქმა უნდა დემონური მდგომარეობაა, ჩვეულებრივად. ეს ყველაფერი დღესაც ესე არსებობს. მე ეშმაკი ლოცვას იწყებენ. ეშმაკი ევედრებიან მას და ეტყოდეს უკვე თუ განგვასხამ ჩვენ, მიხვდეთ რომ ეხლა რა გაუვათ ეხლა ხო ღმერთთან. და რადგან განგვასხავ ამ ადამიანში აღარ ვიქნებით, სათხოვარი. გვიბრძანეთ ჩვენ მისვლად კოლტსა იმას ღორთას. ღორი როგორც ყველაზე სიბიძურის სიმბოლოა, ხო ღორი? იუდაურ ტრადიციაში ესე იყო, ანუ აქ იგავის მეტყველებითი სახეა, ხო? ღორებში. და ამით ღმერთი გვაჩვენებს ჩვენ, უფალი გვაჩვენებს, რომ ის რომ ადამიანი ღმერთზე ამბობს უარს, ის ფაქტიურად უწმინდურობაში ღორებში შედის, უძღების შვილი. ხო, პატივი უარყო და წავიდა და ღორების საჭმელი ენატრებოდა. აქაც ღორებში შესვლა უნდა. ამიტომ ჩვენ როდესაც ქრისტეს განვაგდებთ ჩვენი გულიდან, ღორებში შევდივართ, ღორული ცხოვრება შემოდის ჩვენში. ეს გინდა არ გინდა ესეა და ღორის სიმბოლო არის უღმერთობისა და უწმინდურობის. და გარდა ამისა, ახლა გვახსენდება კიდე ისიც, რასაც სიმონ ახალი ღვთისმეტყველი ამბობს, ხშირად მithქვავს თქვენთვის, რომ თუ ადამიანში ქრისტე არ ცხოვრობს, მაშინ აუცილებლობით ამბობს, აუცილებლად ცხოვრობს ეშმაკი იმ ვნებების მიერ, რომელიცაც ის ამჟღავნებს. და რა გამოდის? ესე გამოდის, რომ თუ ჩვენ საკუთარ თავიდან არ განვაგდებთ ეშმაკს, მე არ უნდა გვიკვირდეს, რატომ არის რომ გვიჭირს ქრისტესთან ყოფობა და ამის პარალელურად ძალიან მოგწონს ისაც სიმბოლური ღორი ქვია, ანუ უწმინდურობაში ყოფობა და ფაქტობრივად ვართ იმ მდგომარეობაში, რა მდგომარეობაშიც ეს ეშმაკეული აღმოჩნდა. და ეშმაკები იყვნენ. და შემდეგ გახსოვთ, რომ განიკურნება ეს ეშმაკეული და ეშმაკის განაგდებს მისგან და მთელი ქალაქი გამოვიდა შემთხვევად იესოსა და ნახეს, რომ ის ღორები დაიღო 2000 თუ რაღაც ღორი იყო, რომლებიც ესე იგი დაიღუპენ, წყალში ჩავარდნენ, ვერ გაუძლეს ღორებმა ეშმაკს და ეს რომ ნახეს მაცხოვრებლებმა, ნახეთ, აქაც ლოცვა, ვედრება ლოცვის სინონიმია. ევედრებოდნენ ქრისტეს, რათა წარვიდეს საზღვართა მათთაგან, იმიტომ რომ ბიზნესში ჩაუვარდათ. მათაშორის ეს ბიზნესი იუდეაში უკანონო იყო, ესეც არის საინტერესო, იმიტომ რომ მათ არ ქონდათ ღორების მოშენების უფლება და გაყიდვისა. მაგრამ მაგას თავი დავანებოთ, ბიზნესში ჩაუვარდათ. იმიტომ ამის გამო მათ ქრისტეზე უარი თქვეს. და თან ეშინიათ რომ ნახეს რაღაც ძალა არის მაშინ და ამიტომ ვერ აგდებენ და უნდა წადი რა ჩვენგან თავი დაგვანებთ. უფალი წავიდა, შევიდა ნავსა და წიახტა და მოვიდა თვისა ქალაქად. რომელ თავის ქალაქში მოვიდა? მისი ერთადერთი სავანე, სადაც ის განისვენებს უფალი, არის ადამიანის გული. დიახაც, წავა შენგან, წავა იმ ადამიანის გულში, რომელიც მას გულს გაუღებს და იქ განისვენებს. და აი ამის ფონზე, რამდენად არაჯანსაღი შეიძლება იყოს რელიგიურობა. აი ეშმაკის მაგალითზე, ხო, ეშმაკი თუ რელიგიურობა ღმერთის არსებობის და ის არის ცოდნა არის, აგერ ეშმაკის რელიგიური ყოფილა სიტყვაზე. ნუ რელიგია ცოტა სხვა რამეს ნიშნავს, კავშირის მცდელობას ღმერთთან, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ის რომ ღმერთის არსებობის გჯერა არაფერს ნიშნავს და რამდენად შეიძლება რომ რელიგიურობა იყოს დემონური ხასიათის და ეს მაშინ არის, როცა ქრისტეს ცნობელობის უნარი არ აქვს და პირიქით იძულებ ქრისტეს. აი აქ რომელთა მიმართ ეპისტოლეში დღეს პავლე მოციქულთან ამოვიკითხეთ, ნახეთ პავლე როგორ ამბობს, დიდი პავლე.
ვუმოწმება, ანუ მოწმოფო იუდეველთათვის, რომ აქვთ გულმოდგინება საღვთოშური, აი გულმხურვალება რელიგიური ღმერთისადმი, მაგრამ არასწორი შემეცნების საფუძველზე. არასწორი შემეცნების საფუძველზე. მაგრამ შემეცნება საიდან იწყება, როგორც წეგან გითხარით, ამას ისააკასური ამბობს, მას შემდეგ, რაც შენი გული შენ გულში დადასტურდება, რომ ქრისტე ღმერთია. ანუ გული აქვთ დახურული. შესაბამისად აქვს საკუთარი შემეცნება, საკუთარი სიმართლე და წმინდა წერილში უპირისპირდებიან, რომ მათ თავიანთი სიმართლე აქვთ და თავიანთი სიმართლით უპირისპირდებიან ქრისტეს ანუ ღმერთის სიმართლეს. რადგან ღმერთის სიმართლე ვერ შეიცნეს და ცდილობდნენ საკუთარი სიმართლის დადგენას. თუ ღვთის ნება არ იცი და ნების გარეშე არც ერთი ცოცხალ გონიერი არსება ნებელობის გარეშე არ ცხოვრობს. ან ღმერთის ნებით ცხოვრობ და ადამიანი წვის, ან ჩემი ნებით და არ არის ეგ შენი ნება. ეგ შენ გონია რომ შენი ნება. აი როგორც ჩვენი ხორცი გავს ცხოველისას, ისე ჩვენი ნება გავს დემონისას. იმიტომ რომ ჩვენ როცა 60-დან გამოვიდევნეთ, ორი რამ იყო, ხო? ერთი ის რომ ვიქნები განღმრთობილი თუ აი ამ მატერიას გამოვიყენებ, შევჭამ და მეორე, ეშმაკის ნება აღასრულა ადამიანს. და ჩვენი ნება არ არის ჩვენი ნება. ჩვენი ნება დემონურია, ის ეგოიზმით, შურით, ანგარებით გამშვალულია, ქვენაგზნობების მსახურია, გესმით? პატიმოყვარეობით, ამპარტავნებით, მრისხანებით, უსიყვარულობით. ეს როგორ არის ეს არ არის ადამიანური ნება. პრინციპი ადამიანურია, მაგრამ დაავადებული, გამშვალული ამ დემონური ნებით და რაღაც ნაპერწკალია ჩვენში დარჩენილი და ამ ნაპერწკლის გადასარჩენად მოვიდა იესო ქრისტე და ვინც დაინახავს და ვინც არ დაინახავს და ეს საკუთარი ნება არის ჩვენი სიმართლე და თუ ადამიანი ღვთის ნებას ვერ ცნობს, ის აუცილებლად ცხოვრობს უკეთური ნებით და ეს უკეთური ნება არის დემონურ ნებასთან წილნაყარი ადამიანური ნება. ეს არის სჯულის დასასრული. და ადამიანი თუ იტყვის, რომ კი, მაგრამ რელიგიური ცხოვრება რომ აქვს, მარხულობ, ლოცულობ და რა ვიცი, ქველმოქმედებას ზოგიერთ რელიგიაში, ზოგიერთ კიდე ქრისტიანულ დენომინაციაში მისტიკურ მხარეზე მეტად არის ქველმოქმედება, რელიგიურ ცხოვრების წესში ჩართული. და ადამიანი იტყვის, ამდენს ქველმოქმედებ მე, ამდენს იკეთეს ვაკეთებ, ვიღაცა იტყვის, ამდენ რიტუალებში მონაწილეობ და ასე შემდეგ. ანუ რელიგიური სჯული მაქვს. მაგრამ ნახეთ რას ამბობს, ქრისტე არის რჯულის დასასრული, ყოველი მორწმუნის გასამართლებლად. ანუ რელიგიურ რჯულს იმდენად აქვს აზრი, რამდენადაც ის ქრისტემდე მიგიყვანს, მის მცნობელობამდე, მის სიყვარულამდე, მაგის წინ მის ერთგულებამდე და სიყვარულამდე, ამის დასტურად ადამიანის სიყვარულამდე, უპირობო სიყვარულამდე. გესმით? სადაც პატიმოყვარეობა არ არის, სადაც სრული სიმდაბლეა. ამიტომ თუ ქრისტემდე არ ამაღლდა ადამიანი, თუ ქრისტეს არ დაემსგავსა, რელიგიური სჯული, მათ შორის ქველმოქმედება, წაღან პავლე მოციქულის სიტყვების მოვიყვანე, არაფერს ნიშნავს. ხოლო რწმენისმიერი სამართლიანობა ასე ამბობს. და ეს არის ძველი აღთქმიდან მოყავს ეს ციტატა, ეს ადრეც გითხარით, ღმერთის მაძიებელი ადამიანი როგორ ფიქრობდა ძველ აღთქმაში, პერიფრაზირებას აკეთებს. ნუ იტყვი შენს გულში ვინავა ზეცაში, აი ვინავა ზეცაში რომ ღმერთი ნახოს, ესეთი რამ იყო ძველ აღთქმაში. და მე ვინ ჩავა უფსკულში ქვემოთ, რომ ესე იგი თუ ქვემოთ არის ღმერთი ვნახოთ და აქ პერიფრაზირება ესაა, ვინავა ნუ იტყვი შენს გულში ვინავა ზეცაში, ესე იგი ქრისტეს ჩამოსაყვანად, ან ვინ ჩავა უფსკულში, ესე იგი ქრისტეს მკვეთრით აღმოსაყვანად. მაგრამ რას ამბობს? და ისე იგივე ძველ აღთქმაში წინასწარმეტყველურად არის შემდეგი სიტყვები: ახლოსაა შენთან სიტყვა, შენს პირში და შენს გულში. ანუ ღმერთის შორს საძიებელი არ არის, ძველ აღთქმაში უკვე იყო წინასწარმეტყველები ამის შესახებ, რაც ახალ აღთქმაში ასრულდა, ღმერთი შენ შიგნით არის, შენს გულში, რომელიც შენი ბაგეებიდან უნდა დასტურდებოდეს, რასაც შენ ამბობ და როგორც შენ მეტყველებ. ახლოს არის ჩვენთან. ამიტომ თუ შენი პირით აღიარებ, რომ იესო არის უფალი, ანუ იესო უფალი ნიშნავს, რომ იესო არის მეუფე, სამყაროს შემოქმედი, რომელსაც შენ ემორჩილები, უფალი ბატონს ნიშნავს. იესო არის შენი ბატონი, შენი მეფე, შენი მეუფე, სამყაროს შემოქმედი და რომელსაც შენ ემორჩილები, ანუ ღმერთი. თუ ასე იგი თუ შენ აღიარებ, რომ იესო უფალია და გულით გწამს ეს შენ
რომ ღმერთმა აღადგინა იგი მკვდრეთით, ანუ ნამდვილად ღმერთია. გესმით, ნამდვილად რომ აღადგინა მკვდრეთით, მაშინ გადარჩები, პავლე მოციქული ამბობს. ანუ ცხონდები, ეს არის საფუძველი ჩვენი რწმენისა. რადგან გულით გწამს სიმართლე, ხოლო პირით აღიარებ შენ საცხოვნებლად, გადასარჩენად. ანუ შინაგანი მდგომარეობა სწორიც გაქვს, რომ და სიტყვაშიც და ქმედებაშიც ასე და ამგვარად ვლინდები. ასე რომ თუ ჩვენ გვინდა რომ ჩვენ ღმერთი ვიხილოთ, ანუ მჭვრეტელობა გქონდეს, თუნდაც ხორცში ყოფნის ჯერ კიდევ. ამის წინაპირობა არის ის, რომ რწმენა გქონდეს ერთი, მერე რწმენის შესაბამისად ვიცხოვროთ და ამ ცხოვრებით, ანუ მცნებების აღსრულებით მოვიხვეჭოთ ღვთისადმი სიყვარული. მივხვდეთ, რომ ჩვენ მას უყვარვართ, მივხვდეთ, საიდან გადაგვარჩინა პირადად და პერსონალურად ჩემი გადარჩენა რას ნიშნავს, ის ჯვარცმა, რომ ჩემთვის მოხდა, მე ეს უნდა გავაცნობიერო. მე აქედან გამომდინარე, ნელ-ნელა ჩემში შემოვა სიყვარული მისი მცნებების აღსრულებით, ხოლო სიყვარულიდან გაიხსნება ზეცა, რომელიც გულში მაქვს და თითოეულ ჩვენგანს გულში გვაქვს, არ გჭირდება ღრუბლებზე ასვლა და მარადისობაში გასასვლელი გულიდან გვაქვს და გაიხსნება ზეცა და ადამიანში იწყება მჭვრეტელობა. რასაც ჩვენ წმინდანებში ხვდებით, არა მარტო წარსულში, არამედ მე-20-21 საუკუნის წმინდანებში, რომელსაც დღეს ვკითხულობთ, გვესმით მათ შესახებ, ვიცით და სურათების და ფილმებსაც იღებენ და ასე შემდეგ. აი ეს არის ის, რის წინაშეც ვდგავართ და სანამ ხორცში ვართ, რისი გაკეთებაც ჩვენ უნდა მოვასწროთ. შეგვეწიოს უფალი ამინ. მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს და სიყვარული ღვთისა და მამისა და ზიარება სულისა წმინდისა იყოს თქვენ ყოველთა თანა. ამინ.